Ხეთყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირება კანონდარღვევა სამართალდამცველებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში გამოავლინეს სულ ბოლო 6 თვეში. ქვემო ქართლში 26 ასეთი ფაქტი აღრიცხული, რაც გასულ წელთან შედარებით მკვეთრად შემცირებული მაჩვენებელია. თამარ ჭიკვატია გიამბობთ. კადრებში თვალს უკანონოდ მოპოვებულ ხეთყის მასალას ადევნებთ. ეს ბოლნისის მუნიციპალიტეტია. უკანონოდ კი 6 კუბურ მეტრამდე რცხილის სახეობის საშეშე მერქანი მოიპოვეს. გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, დაილუქა გამოყენებული სატრანსპორტო საშუალება, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. უკანონოდ მოპოვებული ხეთყი კი გადატანილია ბოლნისის საქმიან ეზოში. გამოვლინდა ხეთყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი, რაზეც შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი. ავტოსატრანსპორტო საშუალება დაილუქა, ხოლო უკანონოდ მოპოვებული ხეთყი გადატანილი იქნა ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის ბოლნისის საქმიანი ეზოში, საიდანაც მოხდება მისი შემდგომი რეალიზაცია. უკანონოდ მოპოვებული ხეთყის გამოვლენა და აღკვეთა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს პრიორიტეტია. მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემები თანამშრომლებმა სამართალდარღვევის 329 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის ხეთყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 288 ფაქტი, სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების 44 ფაქტი, დაურეგისტრირებელი 4 სახერხის საამქრო, 3 უნებართვო სანახშირე. სამსახურში ის მექანიზმები განმარტეს, რომლის დახმარებითაც მუდმივი მონიტორინგი, კანონდარღვევის გამოვლენა და აღკვეთა ხდება. სააგენტოს ადგილობრივი ტერიტორიული ორგანოების თანამშრომლები გარდა იმისა, რომ მუდმივ რეჟიმში პატრულირებენ, ასევე გამოიყენება ისეთი ტექნოლოგიური საშუალებები, როგორიცაა ფოტოხაფანგების განთავსება ტყეში და ასევე დრონები. სახელმწიფო ტყის დასაცავად მოქნილი მექანიზმების პარალელურად ბოლო წლებში არაერთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივა შემუშავდა. მიმდინარე წლის მაისიდან პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც უკანონო ტყით სარგებლობაზე სანქციები კიდევ უფრო გამკაცრდა. აქ იყო ძირითადად ორი მიმართულება, ეს არის პირველი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში გამკაცრებული ის მუხლები, რომელიც უკავშირდება უკანონოდ ხეთყით სარგებლობას და ძირითადად აქ მოხდა მონეტარული კუთხით ფინანსური სანქციების გაზრდა და გამკაცრება და მეორე მიმართულება, ასევე მნიშვნელოვანია, გახლავთ სისამართლებრივი პასუხისმგებლობები და სისამართლებრივი პასუხისმგებლობების გამკაცრება. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ტყით უკანონო სარგებლობის რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირებულია, ის დღემდე რჩება გამოწვევად. შესაბამისად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ყველა შესაბამის სამსახურთან ერთად განაგრძობს ქვეყნის მასშტაბით 24 საათიან კონტროლს და უკანონო ტყით სარგებლობის წინააღმდეგ მომავალშიც მკაცრ ზომებს მიიღებს.